ისრაშია საქმე მაგალითად რა ვიცი რაღაცა ცხოველის ცხედარი რო სადმე მოხდება დიდი ხანი და ის იხრწნება მას სუნი აზდის ძალიან ცუდი და როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები იხრწნებიან აი ამის შემდეგ კალაძისნაირი არსებები აღმოცენდებიან ხოლმე კალაძის დღევანდელი განცხადება არის ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითი ხრწნისა სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფოს ჩამონგრევის როგორც ასეთი როგორც რაღაცა ერთგვარი გარანტორის რაღაცების აი ამის თქმა ადამიანისგან რომელიც პასუხისმგებელი ხარ თბილისის მუნიციპალიტეტის შემდეგი 4 წლის მანძილზე რომელსაც უკან 2 მანდატი გაქვს მერის და ზუსტად უნდა გესმოდეს რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს ხელმძღვანელობითი პასუხისმგებლობა მენეჯერული პასუხისმგებლობა აი ამ შეუგნებელ არარაობას ისიც კი არ გაუთავისებიან გვევიერეშმაკება ეხა რო არ ესმის თითქოს რომ მისი პასუხისმგებლობაა ის რომ ისეთმა კომპანიამ ისე გააკეთა ვაკეში მაგალითად ვაკის პარკში შადრევანი რომ ამას ადამიანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა რომ ამაზე პასუხისმგებელი და ამ კორუფციაზე რაც იმან გამოიწვია შემდეგ ყველაფერ დანარჩენზე 3 წელიწადიც რო არიჯდა ის კაცი ციხეში და პირობითით რო გამოუშვეს და გარეთ რო დადის და ეხა ალბათ ახალ ტენდერებს იგებს ამაზე პასუხისმგებელი არის კახა კალაძე იმაზე რომ სასადილოებში კატასტროფულ მდგომარეობაში შეურაცხმყოფელ დამამცირებელ მდგომარეობაში ყავდათ უკიდურესად გაჭირვებული თბილისელები და ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ პირდაპირ გამგეობები და მუნიციპალიტეტი ამაზე პასუხისმგებელია კახა კალაძე თითოეულ ქრთამზე რომელიც იქნა აღებული თითოეულ გაფლანგულ ლარზე და მოპარულ თეთრზე რომელიც თბილისის ბაგაბაღებში მოხდა თბილისის ბაგაბაღებში ჩვენ შვილებს მოპარეს საჭმელი ფული აი იმაზე თითოეულ თეთრზე პასუხისმგებელია კახა კალაძე აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე და კორუფციულ სქემაზე როგორც არის გენოციდი ურბანული ამ ქალაქში ყველა 10-ობით სართულიან კორპუსზე პასუხისმგებელია კახა კალაძე ამ ქალაქში საცობზე პასუხისმგებელია კახა კალაძე ყველაფერზე რაც ამ ქალაქში ინგრევა ჩამონგრეული მეტროები ჩამონგრეული კორპუსები ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელია კახა კალაძე ეს უნდა ესმოდეს აბსოლუტურად ყველაზე კარგად ეს იცის ამ ხდალმა არარაობამ რომ თვითონ არის ამაზე პასუხისმგებელი ეხა შინაგანად თრთის შინაგანად არის პანიკაში საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი იმიტომ რომ იცის ამბობს იმიტომ რომ იცის რომ საკუთარ თავთან აი მე საკუთარ თავთან მარწუხებმა ძალიან მოუჭირეს იცის რომ ვირთხა ეხა კუთხეშია მწყვდეული ძალიან კარგად იცის და აი ამის გამოძახილია ეს ვულგარული და იაფფასიანი პროვინციული ბაქიბუქი რითიცაც ეხა ეს არარაობაა დაკავებული ყველაფერ ამაზე დაწყებული სასადილოებიდან დამთავრებული ბაგაბაღებით და შუაში ყველა იმ ტრაგედიით და კატასტროფით რაც ამ ქალაქში მოხდა უახლოესი 10 წლის მანძილზე ყველაფერზე პასუხისმგებელია პირადად კახა კალაძე, იმიტომ რომ ის არის ქალაქის მერი. აქ რამე ფანტასტიკის ჟანრს და იმას აქვია კალმასობისთვის კი არ ვამბობ ამას და ლამაზად თქმისთვის. ესეა, ესე წერია იმ ყველა დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებებს. რომ ამაზე პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს ამან, მაგრამ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არის ლაპარაკი? ამბანის უცოდინარი არის და ყველაფრის მკადრებელია, ყველაფრის მკადრებელია. ეს ის არარაობაა აქვე შეგახსენებთ, აი პასუხისმგებლობა რო არაფერი აქვს. მათ შორის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ელენე ხოშტარია მის პლაკატზე დროებით პლაკატზე წარწერის გამო ეხა ციხეში ზის 1 წლის. ამიტომ ამ პასუხისმგებლობებს, აი ამ მორალურ პასუხისმგებლობებს ერთის მხრივ, რომელიც გახრწნა კახა კალაძე ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, რომელიც გახრწნა და აი ამ მონსტრად ჩამოაყალიბა. რაც არის, ამას ვერასდროს ვერ გაიქცევა ცხოვრებაში და მეორე მხრივ, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა. და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ კახა კალაძეს ხელისუფლების სრულილებისთვის დალოდება არ მოუწევს აი იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის პასუხისგებაში მიცემა არ მოუწევს ხელისუფლების სრულილება ძალიან კარგად იცის კახა კალაძე ყველაზე ნათლად იცის რომ იმაზე არის როგორც ამ ქალაქში და ამ ქვეყანაზე იტყოდნენ შესმული არის ლაფატკაზე ბოდიშით აი ამ გამოთქმისთვის იცის ეს ზუსტად და აი ამას კადრულობს ყველაფერზე წამსვლელი კაცია ეს არის კაცი
გაგახსენებთ, უყურა და ბავშვის სიკვდილის ტრაგედია შემოატრიალა. ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის იმაზე, რომ რაღაც კალაძესთან დაკავშირებით გამოკვეთილია სურათი და დროის საკითხია, თქვათ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ანუ რეალობა არის ხო გარკვეულწილად სხვაგვარი. აი რაზეა დამოკიდებული, როგორ ფიქრობ ეს საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ისმის ხშირად ბრალდებები მის მიმართ, რომ აი მივა საქმე კალაძემდე და ნახავს საზოგადოება რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ხო დამეთანხმები ამაში, რომ მრავალი წელია ამაზე არის საუბარი თქვენგან და სხვებისგანაც. რა თქმა უნდა, ჩემგანაც და ჩემგან ეს ხშირად არა, სხვა შორის ერთ-ერთ პირველად ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ მის გარშემო ეხა ძალიან დიდი შავი ღრუბელი იყრის თავს მის თავზე. აქ ეს რაღაცა არც ნიშნის მოგებით ვამბობ და არაფერი. უბრალოდ აქ შეხედეთ ცაღი აზრის ამბავი არის. თუ მათ უნდათ რომ საბოლოოდ აი ეს რაღაცა ფორმა მიცენ აი ჭყალებში კორუფციასთან ბრძოლად ვერ ჩაითვლება ის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგად რაღაცა პოლიტიკური თუ ის არა ქვია პიროვნული ვენდეტა რომელიც ღარიბაშვილზე და მის კლანზე მოახდინა იმან რა ქვია ყობახიძე აქ თუ არის ლაპარაკი კორუფციაზე აი ყველაზე ნათელი კორუფციონერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაღწნილი კორუფციონერია კახა კალაძე და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რომ აი ამ სიგიჟის იქით რასაც ახ კახა კალაძის სტრუქტურებში ხდება და მის დაქვემდებარებაში და მის საპასუხისმგებლო ორგანოებში ხდება, პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ორგანოებში ხდება, ამას თუ ეს დავიწროვებულ მარყუშზე მიუთითებს შეუძლებელია. კი, შეხედეთ, მე არ ვიცი ხარ, მე უყურებ ფაქტებს, მე არ მიყვარს რაღაცა არ ვიცი ხოლმე შიდა კულტურული ინფორმაციები, მე უბრალოდ უყურებ და ვცდილობ რომ გავაანალიზო ის რეალობა, რომელიც ჩემ თვალწინ არის. ბაგაბაღების საქმეზე კონკრეტული პირების დაპატიმრება ციხეში იმაში პასუხისმგებაში მიცემა. რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის ბოლო თვეებში ხედავთ, იქაც სუსის ბრიფინგები, მათი დაპატიმრებები. ეხა ეს მეორე მსხვილი სკანდალი, ხო? ბაგაბაღების მერე მეორე მსხვილი სკანდალი, რომელიც პირდაპირ მასთან მიძახი. კახა კალაძემ რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ იქ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, ეს ხო ილექება, ეს ძალიან ისეთი მარტივად აღსაქმელი რამ არის. ქაუტონოვანა, ხო? ყველაზე ისეთი შავრაზმელი ქართული ოცნების ხარდაჭერისთვისაც კი ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ როდესაც თბილისის ბაგაბაღებში ფული იპარება მასიურად, ეს კახა კალაძის პასუხისმგებლობაა. როგორც ყველა რაღაცა სიკეთეზე, რომელიც შეიძლება მოხდეს, არ ეკუთვნის ხოლმე, რო არ ეკუთვნის, მაშინაც კახა კალაძე მიბმა იცის ეს რაღაცა PR მონსტრად ჩამოყალიბდა და ყველგან თავისი იმით ფოტოაპარატით და ტელეფონით რაღაცა ვიდეოები და ჩაწეროს, აი როგორც ეს ხდება, ზუსტად ისე ყველა ხვდება, რომ პასუხისმგებლობა მიცია და ეხლა როდესაც ასეთი მასირებული შეტევაა და ამხელა სკანდალებს ახეთქავს თვითონ ქართული ოცნების ერთი ფლანგი, აქ სხვა ვარაუდის გამოჩენა ჩემთვის ძნელია, მაგრამ კიდევ ხო ვამბობ, ეხლა ამას ვამბობ, როგორც დამკვირვებელი პოლიტიკურ პროცესზე და არა როგორც რაღაცა კულუარების მცოდნე. დიახ, ერთი თემაც მაინტერესებდა ეს ფასების საკითხი, იყო სხვათა შორის დღეს ბენზინთან დაკავშირებით ვკითხულობდი, რომ რაღაც ზოგიერთ ხო 20 თეთრამდეც კი არის ხო მატება, მაგრამ მოვასწრო მინდა დარჩენილ დროში თაზო ანაკლის საკითხი ალბათ გაქვთ ამ თემაზე გამოხმაურების სურვილი, იმიტომ რომ დღეს კონკრეტულად შეეხო ანაკლის საკითხს პაპუაშვილი, ანუ ქართული ოცნება და მან თქვა, რომ ანაკლის პორტის პროექტთან მიმართებაში, ეს არის ციტატა, ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ. რას უპასუხებთ თქვენ, როგორც თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამ ფრაზას? მე ცალსახად ვეთანხმები პაპუაშვილს ერთი ჭიის გაღვივება შეუძლია სადმე თავისთან. ახლოს ვერაფრის გაღვივება, ვერაფრისთვის შეშება პაპუაშვილს შეხედავ მისგან და არ მგონია რომ ვინმე ზოგადად ცხოვრებაში ვინმე რამეში დაარწმუნოს. ეს იქით იყოს, ეს არის ტყუილი, ეს არის ბლეფაობა, ეს არის ტყუილი. ანაკლიაში შეერთებულ შტატებს ინტერესი გამოხატული აქვს პირველივე დღიდან, როდესაც ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი უდიდესი ამერიკული ჯგუფი იყო. ამის შემდეგ ანაკლიაში ინტერესი გამყარებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებებით და ბევრი განცხადებით შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებისა. ამის შემდეგ ამერიკის ინტერესს ანაკლიის პორტში ცალსახად და პირდაპირ უარი უთხრა ქართულმა ოცნებამ, როდესაც ანაკლის კონსორციუმი ფაქტურად გააგდო თავის ინვესტორებიანა, გააგდო და გადააგდო ანაკლის პროცესიდან და ანაკლის პორტში რომ ამერიკელებს ინტერესი აქვს, გამოჩნდა აგერ სულ რამოდენიმე დღის წინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელმა დღის წესრიგში შეიტანა და ჩავიდა ანაკლიაში. ანაკლია არის მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის რაღაცა ვინმეს იდეა ფიქსი. ანაკლია არის განსახიერება იმისა, თუ სად არის დღეს საქართველოს ერთის მხრივ გეოპოლიტიკურად
უსაფრთხოების თვალსაზრისით გადარჩენის შანსი და მეორეს მხრივ ეკონომიკურად ამ ქვეყნის მართლა ერთი საფეხურით ზევით აწევის შანსი. ეს თავიდან ბოლომდე განსახიერდება ანაკლის სპორტში. რატო? იმიტომ რომ ანაკლის სპორტი არის ცალსახა ამერიკული ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაპირისპირებები არ შეუძლებლობდეს დღეს ამერიკულ და ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის და მიუხედავადაც სუფთა პრაგმატულად შეერთებული შტატების მაღალი ინტერესია, რომ ევროპის კარიბჭე, ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე, რაც შეიძლება ანაკლის სპორტი იყოს შუადერეფნის პირობებში და შუადერეფანი უკვე ეს უბრალოდ სიტყვები რო აღარ არის. ამას ადასტურებს ის, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში და ის დერეფანი ტრიპი ვერასდროს ვერ იქნება სრულფასოვანი ანაკლის სპორტის გარეშე. ამერიკას აქვს ინტერესი რომ აკონტროლებდეს ევროკავშირის კარიბჭეს, რომ იქ შორი ახლოს არსად არ იყოს არც რუსული და არც ჩინური გავლენები. ერთის მხრივ აი ეს არის გარანტია, როგორც სომხეთისთვის გარანტია გახდა შეერთებული შტატების უსაფრთხოების და როგორც სომხეთს ვერავინ ხელს ვერ აკარებს ეხა და მიუხედავად ამერიკის და ევროკავშირის ცუდი ურთიერთობებისა, სომხეთს რო დღეს შეუძლია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ევროკავშირის წევრობისკენ მიუწოდეს, ამის გარანტორი პირადად პრეზიდენტ ტრამპი და შეერთებული შტატები, ისე შეიძლება ანაკლის სპორტის სახით საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი გახდეს არა ჭორბილელი რაღაცა გაურკვევლობა, არამედ შეერთებული შტატები რეალურად და აგრეთვე ეკონომიკური თვალსაზრისით ამას ვიტყვი, რა შეიძლება. თუ ნახეთ განცხადების, იმიტომ რომ აი ამას გულისხმობდაო ივანიშვილი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, ხო ეს ცნობილი ფრაზა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს გამონათქვამი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ექნებოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ინტერესი და გამოჩნდა კიდეც, რომ ეს ინტერესი ვერანაირად ვერ გაბუღვივეთ, ხო? ასეთი კომენტარის ავტორია დღეს შალვა პაპუაშვილს ვინმე მურჩიოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს ხოლმე მის აზრებს მცდარად რო აჟღერებენ ვიღაცა პატარა არსებები და ძალიან ცუდად შეიძლება მოხვდეს მაგის გამო და ფრთხილად იყოს მაგ ფრაზებთან. არ მაინტერესებს მართლა ანა გულწრფელად, იმიტომ რომ ეს რაღაცა უზნეობა არის ჩვეულებრივი მანკაცის ბოდვა ყოველდილით და ამაში არ შევა უბრალოდ ჩვენ მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ უთხრა რაში არის ეს ინტერესი. ერთის მხრივ აი ეს გეოპოლიტიკური ინტერესი და უსაფრთხოების გარანტია, რომელიც შეიძლება ანაკლის სპორტის მივიღოთ, იმიტომ რომ შუადერეფანი დღეს რეალობა ხდება. რეალურად ერთადერთი უსაფრთხო ალტერნატივაა ტვირთბრუნვის აზიასა და ევროპას შორის. ერთი მხრივ ეს და მეორეს მხრივ ეკონომიკური დოვლათი. უდიდესი დატვირთვა წამოვა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესი არის, რომ ის დერეფანი, რომელიც გააკეთა აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ამ დერეფანმა გაამართლოს და იმუშაოს, შესაბამისად დატვირთვა დიდი იქნება. ეს დერეფანი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს. ეს დერეფანი შეუძლებელია რომ მხოლოდ სახმელეთო იყოს. ამიტომ არის ანაკლის სპორტისადმი ინტერესი და ანაკლის სპორტი არის აი ეს ერთად ჩვენი საერთაშორისო აი ამ გლობალურ ცვლილებებში, ამ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში, სადაც საქართველოს რეალური საფრთხე აქვს და დღეს სამწუხაროდ აქეთ არის ეს ქვეყანა გადახრილი, რომ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ზონა, ეს უბრალოდ ძალიან ცუდია ამ ქვეყნისთვის, აღარ დავიწყებ აი ამის ახსნას, რატო უბრალოდ ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის გავლენის ზონაში ეს მოხვედრა ნიშნავს გამოქვაბულის ადამიანად დარჩენას, აი გაყინულ რაღაც ჯოჯოხეთში აღმოჩენას ამ ქვეყნის, აი ამისგან განთავისუფლება არის ანაკლის სპორტი და მეორეს მხრივ ეს არის რეალური მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური სიკეთე და არა ის ეკონომიკური სიკეთე, რომელიც შემოდის, რა ვიცი, უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხარჯზე, აქ სანქცირებული ტვირთის ტარებით, რუსული სანქცირებული ტვირთის საქართველოს გავლით, რაღაც მანქანებით მომარაგება ძვირადღირებული რუსეთის მოსახლეობის, ისა რუსული ნავთობის გაყიდვა აქედან ტონგოში, აი ეს არ არის ის რაზეც ქართული ეკონომიკა შეიძლება დადგეს და ანაკლი არის ის რაზეც შეიძლება ქართული ეკონომიკა დადგეს, ამიტომ ფუნდამენტური საკითხია დღეს ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკისთვის და ჩვენ გვქონდეს ამ ქვეყანაში სუვერენული საერთაშორისო პოლიტიკა, ეხლა მთელი ძალისხმევა და საერთაშორისო პოლიტიკის უნდა იყოს მიმართული აქეთკენ საგარეო უწყების, რომ ეს საქმე გამოვიდეს, მაგრამ თბილისი დღეს ოფიციალური თბილისი არ არის გამსაზღვრელი საქართველოს საგარეო კურსი. საქართველოს საგარეო კურსი განიხილება და განსაზღვრება დღეს მოსკოვში მიდის ოფისში. მადლობა თქვენ.